თანხმებით ალბათ რომ ყავა თითქმის ყველა ადამიანისთვის დღის შეუცვლელი და განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზოგისთვის არც თუ ისე საყვარელი ორშაბათი დილა ახლოვდება და ახალი სამუშაო კვირა იწყება. შესაბამისად, არსაა განსაკვირი, რომ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სიაში მეორე ადგილს სწორედ ეს ჯადოსნური სასმელი იკავებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით დღეში 3 ფინჯანი ყავის მიღება თურმე სიმსივნის გაჩენის რისკს ამცირებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მე ალბათ დიდი ბრიტანეთის მეცნიერების თვალსაზრისით არაფერი დამემართოს, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ყავა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც აღმოჩნდა თქვენთვის საყვარელი ყავის სახეობა ბევრად მეტი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბრიტანელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ იცით რომელ ყავას ანიჭებს უპირატესობას ესა თუ ის ადამიანი, მის პიროვნებას და ხასიათსაც მარტივად გამოიცნობთ. მაგალითად, თუ დილას ამერიკანოთი იწყებთ, მაშინ თქვენ საკმაოდ სერიოზული, გონიერი, მომთმენი და საქმიანი ადამიანი ყოფილხართ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სახეობის ყავის მოყვარულები სათქმელს ყოველთვის პირდაპირ შეულამაზებლად ამბობენ და პირფერობა არ რჩევიათ, უყვართ სიმშვიდე და საცხოვრებელ ადგილადაც ყოველთვის ქალაქის გარეუბანს ირჩევენ. არაშინებთ ცვლილებები, დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვავენ და განვითარებისკენ ისწრაფიან. ისინი არასდროს ხვებიან ტრენდებს, აკეთებენ იმას, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს და საკუთარი განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც ყველაფერს სწორედ თავად აკონტროლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკანოს მოყვარულებს მეცნიერები ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანებად მიიჩნევენ. მე მგონი ამერიკანო მიყვარს. ამერიკანო შემიყვარდა. შემდეგი, ამერიკანოსგან განსხვავებით, კაპუჩინო მიზანდასახული და სუპერ კრეატიული ადამიანების სასმელია. კვლევებმა აჩვენა, რომ კაპუჩინოს მოყვარულები ბუნებით პერფექციონისტები და უზომოდ მგზნობიარეები არიან. აბედნიერებთ სიკეთის კეთება და ასე რომ მათ ხშირად დანახავთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაზე. გარშემომყოფების აზრს ყოველთვის ყურადღებით უსმენენ, თუმცა საბოლოოდ მაინც იმას აკეთებენ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. ისინი საოცარი ლიდერები არიან, რომლებიც საქმეში მაქსიმუმს დებენ. მათ ზუსტად იციან სად, რა და როგორ უნდა თქვან. არ უყვართ ერთფეროვნება და გამუდმებით თავგადასავლების ძიებაში არიან. სხვათა შორის ისინი ხშირად სწორედ იმ გზით მიდიან, რომელიც ყველაზე რთული გასასვლელია. გულწრფელობისა და იშვიათი იუმორის წყალობით კომუნიკაბელური კაპუჩინო მოყვარულები სხვებისგან მარტივად გამოარჩევთ. შემდეგი ესპრესო. ესპრესოზე არ ვამბობ, ხანდახან უარს და ხო, მაგრამ თქვენ მაინც ფიქრობთ ესე არ ხართ. ესპრესო უფრო კონსერვატორი, თავდაჯერებული და მტკიცე ხასიათის ადამიანები სვამენ. ამ სახეობის ყავის მოყვარულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წესრიგს, არასოდეს აგვიანებენ სამსახურში და დღის წესრიგი ყოველთვის წინასწარ აქვთ გაწერილი, ეს თქვენზე აღარ არის. აღსანიშნავია აცთა. ნახავთ აქტად. აცთა. აღსანიშნავია ის, რომ უპირატესობას მკაცრი სტილის სამოს ანიჭებენ და კლასიკურ მუსიკას უსმენენ. ესპრესოს ხასიათის მქონე ადამიანებს რუტინაში მცირე ცვლილებების შეტანაც კი დიდ დისკომფორტს უქმნით და ცდილობენ კომფორტის ზონა არასოდეს დატოვონ. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ესპრესოს მოყვარულები პრინციპებს არასოდეს ღალატობენ და მათზე ერთგულ მეგობარს ვერსად იპოვით. და ბოლოს ლატე. აბა ლატე. ლატე თავდავალ დამთმობ და რბილი ხასიათის მქონე ადამიანებს უყვართ. კაპუჩინოს მოყვარულებისგან განსხვავებით ისინი იშვიათად რისკავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რთულ სიტუაციებს და კამათს თავი აარიდონ. უყვართ, როდესაც გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად სხვა ადამიანი იღებს, უჭირთ არჩევნის გაკეთება და იშვიათად აპროტესტებენ მოვლენებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხდება. აღსანიშნავია, რომ ლატე ხასიათის მქონეები ყველაზე გულუხვები, თავაზიანები და მოსიყვარულეები არიან. შეუძლიათ კილომეტრებიც კი დაუფიქრებლად გაიარონ, თუ იციან, რომ მათი დახმარება გჭირდებათ, დასვენების დღეებში სადმე წასვლას სახლში ყოფნას და საყვარელი შოუების ყურებას ამჯობინებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გვინდა პოზიტიური აზროვნება შევინარჩუნოთ, მაშინ სამეგობრო წრეში ლატეს მოყვარული ადამიანები აუცილებლად უნდა გყავდეთ. ბოლო ხუთი მეგობარი რომ ყავს, იმიტომაც შევინარჩუნე პოზიტივი. გაჩერდი ბოლო 5 წინადადება თვითონ თავის დაწერილი იყო. არ არის ჩემი დაწერილი, ეს ყველაფერი არის ნინი ტაველიძის მომზადებული. ძალიან დიდი მადლობა მას და ნამდვილად მე არის ორი ლატე და კაპუჩინო, ასე თუ ისე მაინც დამემთხო. ნუ მე აქ ერთვება უკვე ზოდიაქო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა.